თუ გქონიათ ისეთი შეგრძნება ღამით, თითქოს ვიღაც გიყურებს და ვერავის ვერ ეუბნები, რომ გიჟი არ ეგონოთ. ვიღაც გიყურებს, მაგრამ ნამდვილად იცით, რომ ოთახში ხართ მარტო. ზოგჯერ შეიძლება გესმოდეს ცხმები, რასაც ღამით ისმენთ, მაგრამ ზოგს გონია, რომ ქარია ეს ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში არ არის ეს ქარი. არის რაღაცები, რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ისინი ჩვენ გვხედავენ. ისინი ისეთ ადგილებში იმალებიან, სადაც არის ყველაზე დიდი სიჩუმე, არიან სულ შენს გვერდით, როცა ფიქრობ, რომ მარტო ხარ. ეს უხილავი ძალები იკვებებიან შიშით და სუსტ ენერგიებზე მოდიან. მაგრამ ამისათვის არსებობს წმენდის რიტუალი, რომ შენი ენერგია გაძლიერდეს, გაიწმინდოს და შენ არ გახდე სხვერპლის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამ ენერგიების, ამ არსებების პირველ რიგში, შემდეგ ადამიანების, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვთქვათ, როდესაც ადამიანს აქვს ჯადო, ეს იქნება ნეკრომაგია, ეს იქნება ჩვეულებრივი მაგია, ადამიანის ენერგეტიკა უსუსტდება დღითი დღე და თუ ადამიანზე შავი მაგია პირველ რიგში იკვებება თქვენი ნერვიული სისტემით, რომელიც იწვევს უბედობას, ფულობას, ცხოვრების გზების გაფუჭებას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მშველელი არის წმენდა, ჩვეულებრივი წმენდა და თუ გაქვთ ნეკრომაგია, ნეკრომაგიის წმენდა.